პირველ წუთში მე მომეჩვენა, რომ მივაღწიე იმ საწოდელს, რისი სახელი სიტყვებით არც კი მახსოვდა. ალავერდი ერთი წამით შედგა. აქამდე დაგსაქსულნი ერთმა ინტერესმა შეჰკარა ყველა. მაგრამ იმავე წუთს სადღაც გაქრა ჩემი უსაზღვროვნებად ქცეული სურვილი. გრძნობებისაგან დაცლილ აზროვნებას დაუბრუნდა სიცხადე და ჩემთვის ყურადღება აღარავის მოუქცევია. მან არ იცის კახეთი, ვისაც სივგომბორის ქედზე შემდგარს არ დაუნახავს ალაზნის ველიდან ამოვარდნილი ალავერდი. მას არ განუცდია დაუოკებელი კახურივნების სიმძაფრე, ვისაც ალავერდის თავზე თავის ფეხით ავარდნილს არ დაუნახავს. უსასრულობამდე გაშლილი ალაზნის ველი. ამ სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს თავისი შრომით წარსულიდან დღემდე არ შეექმნას მატერიალურად თუ სულიერად ღირსეული რამ. ველიდან სინათლესავით მოდის რაღაც ახალი, სიცოცხლის უნარიანი ძალა, კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან. მე ვგრძნობ, რომ ეს ძალა თვითონ ჩემშია, ეს თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით. მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით ვიგრძნოთ ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისაგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული ტკბობაში.